23 ოქტომბერია ორშაბათი თქვენ თავისუფალ სივრცეს უყურებთ. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ვახო ხუზნიაშვილი სახელმწიფოს. ზურაბიშვილი ახალ არჩევნებს და მასთან სასახლეში ქართული ოცნების ლიდერების მისვლას მოითხოვს. მოვიდეს ივანიშვილი, რადგანაც ის მართავს ყველაფერს და მე მზათა ვარ, რომ დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები. ოცნებიდან პრეზიდენტს უპასუხეს, რომ არც მისვლას და მით უმეტეს არც ახალ არჩევნებს არ აპირებენ. იმდენად არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს, რომ ერთადერთი შეიძლება ეს დააბრალო მძიმე ემოციურ ფონს და ამას ოღონდ ვიღაცები ხელს უწყობენ. დღეს განსხვავებული პოზიციებით თავისუფალ სივრცეში დავით ნებიერიძე, ბესო დანელია. ეს ნინო ქათამაძის მოსკოვური გასტროლებია 2008 წლის ომის შემდეგ. რატომ შეიძლებოდა რუსეთში გასტროლები და რატომ არ შეიძლება საახალწლოდ საქართველოში ქართული სიმღერა? ხელოვნება ძალიან მნიშვნელოვანია ორი დაპირისპირებული მხარის შერიგების საქმეში. აი ამას არ არსებობს ორი მხარე არ არსებობს, ორი მხარე არ არსებობს, ჩემო კარგო ადამიანი. ორი მხარე არ არსებობს, არსებობს ადამიანები, რომელსაც მითვისებულია შენი მომავალი და ისინი აბსოლუტურად აგრესიის ენით გელაპარაკებიან. დღეს თავისუფალ სივრცეში ეკა კვალიაშვილი. დიახაც, ჩემი შვილის მიმართ თქვენმა აგრესიამ და ბულინგმა დამმართა სიმსივნე. დიახ, ჩემმა ფსიქიკამ და ორგანიზმმა ვერ გაუძლო მაშინდელ თქვენს თავდასხმებს. გადავრჩი ღმერთის, ჩემი შვილის, ოჯახის, უამრავი მეგობრის და მათ შორის ბიძინა ივანიშვილის წყალობით. არნახული ბულინგი ჩვენ საზოგადოებაში. ხათუნა ჟორდანიას ვრცელი სტატუსი Facebook-ზე. დღეს ხათუნა ჟორდანიას პირდაპირი ჩართვა. ხტებით საღამოს 9-ზე. მაშასე დავით ნებიერიძე, კოალიცია ცვლილებებისთვის და ბესო დანელია, პოლიტიკოსი და უფლებადამცველი. ისინი უკვე სტუდიაში არიან, საღამოშობისა, მადლობას გიხდით. ბატონ დავით, თქვენგან დავიწყებ. მოგესალმებით. სალომე ზურაბიშვილის გზავნილი საზოგადოებისთვის ცნობილი არის, პრინციპში ოცნებამაც დაუყოვნებლივ უპასუხა, რომ არც მისვლას და მით უმეტეს არჩევნების დანიშვნის სამართლებრივ გზებს ვერ ხედავენ. თქვენ რას უპასუხებთ ხელისუფლების ამ პოზიციას? ახლა ხელისუფლება ბოლო პერიოდში იმდენად არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს და ისეთ პასუხებს იძლევა, რომ აზრი დაკარგა მათმა მოსმენამ და დიდი ხანია უკვე ვამბობთ, რომ მათ მოსმენას აზრი არ აქვს რა, იმიტომ რომ ეს უტიფარი მოლაპარაკე თავები, მათ შეუძლიათ თეთრზე თქვან შავია, შავზე თქვან თეთრია, რასაც უბრძანებენ, იმას აკეთებენ რა. ახლა ეს მესიჯები, რასაც ისინი აჟღერებენ, ერთადერთი მიზანი ამ მესიჯების არის მათი კანტიკუნტად შემორჩენილი მხარდაჭერების ელექტორატის გამხნევება და მეტი არაფერი, რაღაც ვირტუალურ რეალობაში აცხოვრებენ თავის ამომრჩეველს და ეგ არის და ეგ სინამდვილეში ეს უზურპატორი ხელისუფლება უკვე მისი ჩამოშლის პროცესი უკვე აქტიურ ფაზაშია გადასული და ამას ჩვენ ნათლად ვხედავთ იმ პროცესებიდან გამომდინარე, რაც ხდება საქართველოში თუნდაც რა დღეს. როგორ არის ჩამოშლის? ძალიან მარტივად აგიხსნით, აი ავიღოთ ის დარბევები და ის ფიზიკური ანგარიშწორებები, რასაც ისინი ახდენდნენ მომიტინგეებზე. ყველამ კარგად ვიცით, რომ უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს და იმ ძალოვან სტრუქტურებს არ ყოფნის ადამიანური რესურსი, საკადრო რესურსი და გამოყვანილი ყავთ გორიდან ჩამოყვანილი სპორტსმენები, მაგალითად გამოყვანილი ყავთ კერძო დაცვის სამსახურის მტკიცებულებები გააქვთ? არა, განიცვალე, როგორ არა საქართველოა და დაწყებული ინსაიდერული ინფორმაციით დამთავრებული პირველი პირების ინფორმაციით ყველაფერი კარგად იცის ადამიანი ძალით თუ არ დაიბრმავებს თავს. ეხლა შეიძლება ოპონენტები შემოვიდნენ დისკუსიაში, რომ აბა როგორ ამტკიცებთ, ეხლა მართალია, ეხლა მტკიცებულებები, მაშინ არის მტკიცებულებები, როდესაც სასამართლოშია წარმოდგენილი და სასამართლოს გამოაქვს განაჩენი, მაგრამ ისე ყველამ კარგად ვიცით ეხლა და მადლობა მინდა გადაუხადო პირველ რიგში ჩვენ ჟურნალისტურ კორპუსს, რომლებიც
მიმართლა გმირულად მუშაობენ და აშუქებენ და კვალდაკვალ დაყვებიან რა ღირს თუნდაც ამ ადამიანების მორალური სახე, ვინც ამ დარბევებში და კრიმინალურ ქმედებებში იღებენ მონაწილეობას, რომლებიც დაკავებულ პროტესტანტებს გარდა იმისა, რომ კლავენ და ლეწავენ ცემაში, უბრალოდ ძარცვავენ, კაცო, ახლა გუშინდელი სიუჟეტი რა ღირდა თუ გუშინწინდელი მოპარული მობილურები, ახლა 21 საუკუნეა და არის იმის საშუალება, რომ მოძებნო სად არის ლოკაცია შენი მობილური სპეცრაზმელების სახლებში პასუხობს, ხო, ბილინგს. რაზეა საუბარი და როდესაც შენ ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რომელსაც აღარ გემორჩილება ძალოვანი სტრუქტურების დიდი ნაწილი და იძულებული ხარ დაქირავებული ნაძირლების ხელით არბიო აქციები, აბა მეტი ჩამოშლა რა არის. მაგას თავი დავანებოთ, ახლა უკვე გადავიდეთ პოლიტიკურ შეფასებებზე. შეგიძლიათ დამისახელოთ რომელიმე ცივილიზებული ევროპული სახელმწიფო, რომელმაც როგორც მინიმუმ მიულოცა მაინც, ხო, მათ გამარჯვება, ახლა შეხედეთ სახეებზე ამათ ეთყობათ, რომ ესენი გამარჯვებულები არიან. არაფერი ახლა რა დღის თუნდაც დღევანდელი აირაის დასკვნა, რა დღის თუნდაც ეუთოოდირის დასკვნა, ფაქტიურად აი სალაპარაკო არაფერი არ აქვს, აი თავხედურ აი თარგმნითაც კი ტყუილს თარგმნიან და იძულებული გახადეს მაგალითად საფრანგეთის პრეზიდენტი, რომ თავის სპიჩს დაადოს ქართული ტიტრები, რომ ქართულმა ოცნებამ ეგრეთ წოდებულმა ვერ მოახერხოს ხალხის გაბრიყვება და სიცრუის გავრცელება. დაგიბრუნდებით. ბესო, აი ოპონენტი ამბობს, რომ ჩამოშლილი არის ხელისუფლება, რომ პრაქტიკულად გვისმენს ჩვენ ბატონ დავითს ახლა არ უთქვას, მაგრამ მოგვისმენია, რომ აი დღეები დარჩა ქართულ ოცნებას, რომ კრიზისში ყავს ქვეყანა შეყვანილი. რა შეგიძლიათ უპასუხოთ თქვენ? პირველ რიგში ძალიან შეგნებულად მე არ გავაწყვეტინე დავით საუბარი. ანუ პარტია დაასახელეთ, მე მგონი დავითი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი. იყო, აი ახლა აღარ არის, ახლა არის ნიკა გვამარამია, მელია და გამშობა ქიგივე. დავით, ერთ წუთი მე არ გაგაწყვეტინე. ზრდილობა იქონია და მომისმინე. ზრდილობა ჩვენ ქალაქში არის თავში და მომისმინე წინა გამოსვლაში 1.5 მილიონ კაცი ოძახეთ ხრები. კორექტულად. მე ვარ კაცი, ერთი წუთი კი არა, ბიჭო, ხელი ჩაწია და მომისმინე ყურადღება. კორექტულად. ძველი ბიჭი ვინ მომისმინე? ძველი ბიჭი კი არა, მომისმინე ახლა. ძველი ბიჭი კი არა, ახლა ყურადღებით მომისმინე. 2011 წელს შენმა ნაძირალა პრეზიდენტმა და შენმა ნაძირალმა ნაციონალურ მოძრაობამ. მე და ჩემ ოჯახს გადაგვიარა. ხელი ჩაწია ბიჭო და მომისმინე ყურადღებით. ეხლა მომისმინე დავით. ჩემი დახოცილი ძმაკაცების სახელი. შენი დახოცილი ძმაკაცები. 26 მაისს რო წერზე შემოაწყეთ. შენი ძმაკაცები. კი, ჩემი ძმაკაცები იყვნენ. ჩემი ქუჩაში დახვრეტილი ძმაკაცების სახელი. ქუჩაში დახვრეტილი 150 ბიჭი, სანდრო გირგულიანის, ბუტა რობაქიძის. ჩემი ნაწამები, ციხეში ნაწამები ძმაკაცების სახელი. ეხა სანამ თავი გადაგიგელიჯე, სოფილობიანად მოიქცე. ეს ხულიგანია, ხულიგანი კი არა. თქვენ რო კიდე ხმას იღეთ. არა კიდე ხმას იღეთ. არ შევეპასუხე უსმენ. ხონდა იმის დილობა და მოეწყო. კორექტულად. ბიჭო შეუყედე. ერთი წამით. რა საკეთებ ხალხო? აი გარაგდა ბესო რა არის ახლა? მოდი სუხტი მაყურებელს. ერთი წამით კორექტულად. რეკლამაზე გავიდეთ. თუ შეიძლება. ამის საკუთაოს ადარიან. მილიონ ნახევარკაც გვეძახის ხრებს ეს მართლა კათამიესა. თუ შეიძლება გავიდეთ ტექნიკურ ჭრაზე და შემდეგ უკვე გავაგზავნებთ საუბარს სხვა სტუმრებთან. ხაზე
და პირდაპირ ეთერში დავბრუნდით ბოდიშსუხტი პირველ რიგში მაყურებელს იმ ინციდენტის გამო, რომელიც შეიქმნა აი აქ გადაცემის მსვლელობის დროს და ეს არის ის შემთხვევა, რომელსაც ყოველთვის ვცდილობ, რომ არ იყოს ხოლმე ამ სტუდიაში და ყოველთვის ვცდილობ, რომ აი ამ გამწვავებული სიტუაციების გამო მე მომიწიეს ხოლმე კონკრეტულ რესპონდენტებთან ერთ-ერთზე ინტერვიუ. უნდა გავაგრძელოთ პრინციპში ჩვენი დღევანდელი გადაცემა და ეკა კვალიაშვილი შემოგვერთდა მუსიკოსი, მასთანაც აი ამ ბულინგთან დაკავშირებით იყო ეკაც მოწვეული და აი ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ. საზოგადოების ნაწილი ცნობილი არის, რომ მომღერლები, რომლებიც გადიხართ ახლა საახალწლო კონცერტებში, აქვეყნებენ სხვადასხვა განცხადებებს, რომ მოგიწოდებენ თქვენს ხვებს, რომ არ მიიღოთ საახალწლო კონცერტებში მონაწილეობა. თქვენი სათქმელი რა არის და თქვენი პასუხი რა არის? მე არაფერს არ ვაპროტესტებ და კონცერტებშიც ვიღებ მონაწილეობას. იცი რა არის სიმღერა ჩემი სამსახურია. კონცერტი ჩემი საქმეა. მე თუ კონცერტზე არ გამოვედი, მე თუ არ ვიმღერე, მე უკაცრავად და ვინ მარჩენს ძალიან მაინტერესებს. აი რო ყვირიან რო არ გამოხვიდეთ, რატო არ უნდა გავიდეთ კონცერტზე? ვერ ანუ პროტესტი არისო ქუჩაში? არა, გავიგე რომ პროტესტია ქუჩაში, მე რა შუაში ვარ ამ შემთხვევაში. აი მე რა შუაში, ვისაც ეპროტესტება, გააპროტესტო და მე მემღერება და ვიმღერებ, ჩემო კარგო. ახალი წელია, რატო არ უნდა ვიმღეროთ? მოკო დავიდ მე? ჯვარი გწერია. ხო და всё, მორჩა. ეკა მე მაგალითად ის მეხანძრე უფრო მედარდება ხანძრზე რომ დაიღუპა ვიდრე ის ვიღაცას ხა თუ ეკა მოიცით რა მინდა კითხოთ აი როდესაც არის აი ასეთი მოთხოვნები რომ ახლა არ არის სიმღერის დრო ხო ამას ვისმენთ ჩვენ რომ ქვეყანა დასავლური კურსისკენ სვლა შეცვალაო ხო ამას ვისმენთ ჩვენ საპროტესტო აქციებზე და თქვენ როგორ უყურებთ აი თუნდაც აი განვითარებულ მოვლენებს როდესაც რუსთაველზე იყო დაპირისპირება იცი რა არის მე ცოტა სხვანაირად უყურებ ამ ყველაფერს რა მე ვზივარ და უყურებ სპექტაკლს ფაქტიურად სიმართლე რო გითხრა იმიტომ რომ ჯერ ერთი არ მგონია რომ კურსი იყო შეცვლილი მეორე ერთი მე ერთ გამოსვლას უყურე რა ქვია ოცნებიდან მე მგონი ქართული ოცნებიდან რომ ჩვენ არ შეგვიძლია არაფერი, უბრალოდ მართლა ხვეწლას ხო არ დაუწყებდა, როგორც კი გააჩერეს და რომ დაგვიწყებენ საუბარს, ჩვენც რა თქმა უნდა პასუხს გავცემთო და მეც აბსოლუტურად ვეთანხმები, ახლა რატო ჩვენ მხელა ტრადიციები, მხელა ისტორია გვაქვს, ერთი ქვეყანა გვაქვს და აი მე იქით გვეხვეწონ რა. იქით გვეხვეწონ რა, ვიცი რა გვაქვს შესახვეწნი ერთი ძალიან მაინტერესებს რა. მე მაგალითად ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ქვეყნით. რომ ვარ ქართველი, ვცხოვრობ საქართველოში, მაქვს ფანტასტიკური ქვეყანა, კლიმატით, ყველაფრით აბსოლუტურად. ყველაფრით. და იცი რა არის ევროპაში თუ მომინდება, წავალ დავისვენებ, დროს გავატარებ და ჩამოვალ. რა პრობლემა? აი მე ამაში მე ვერ ხედავ პრობლემას, ხვდები ვერანაირს რა. ვერ ხვდები ეს არის უბრალოდ მიზეზი რომლითაც მე მოქმედებს მავანი და ამოქმედებს ისეთ აი ვადამდელი არჩევნები ეს მოთხოვნა ვადამდელი არა ხელახალი არჩევნები რომ მოხდა გაყალბება ერთ-ერთი არგუმენტი ხო ესეც გვესმოდა ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან ხო რა ვიცი ამ ხელა გაყალბება არ მგონია რომ ხდარიყო ჯერ ეს ერთი ძალიან ჭვი მეპარება ამაში და მეორე ერთი კიდე ვინც მაგას იწეხეს ვინც მაგას ლაპარაკობს, ხო ჩემთვის ეს ეგენი არიან აი ნულის ქვევით არიან კიდე, ნულის ქვევით კიდე ქვევით. ნუ ესე დაიმსახურეს თავისი იმ წლებით, იმ მოღვაწეობით, რაც იმ მოღვაწებას საქართველოში ხე უკაცრავად გზები რო დააგეს და ბათუმში ის ააშენეს, რა ქვია, სასტუმროები, ეს არ არის რა, სახელმწიფოს მშენებლობა რა. სამაგეროდ ბევრი სახლების დაანგრიეს, ბევრი სახლების წაართვეს, ბევრი სამსახურების წაართვეს, ბევრი ხალხიც დაიჭირეს, ბევრიც აწამეს და ბევრიც ნახოცეს. და ეხლა კიდე ბევრ სპექტაკლებს დგავენ და ეხლა ვინც აზრზე ვართ და ვისაც გვიწავს აი აქ ტვინში და ბრბოს სინდრომით არ ცხოვრობთ, ვიცით რა რაც ხდება. აი იგივე თქვათ აი გადაცემის ანონსშიც იყო ნინო ქათამაძის განცხადება, რომ ეხლა არ არის სიმღერის დრო და არ არის დიახ. ხო და არც სიმღერის იმხელას ღრიალებდა უკაცრავად ნინოსთან და იმხელას ყვიროდა რაღაცას ეგ არა სიმღერა. დადგეს და იყვიროს მაშინ თუ არ ემღერება. მე მემღერება და ვიმღერებ.
მე მემღერება მაია ბარათაშვილს ემღერება, ვინც მღერით მართლა, ვინც მღერით, ჩვენ გვემღერება რა. ანუ ვერ დაიზიარებთ თქვენი კოლეგების აი ამ მოწოდებას. ვინ კოლეგების? აი თუნდაც ნინო ქათამაძის. ნინო ქათამაძე სულაც არაა ჩემი კოლეგა მინდა. მაია დარსმელიძე, რატო არა თქვენ? არც მაია დარსმელიძე არაა ჩემი კოლეგა. არ არიან ეგენ ჩემი კოლეგები. ესენი ეს ცალკე ცალკე შოუ ბიზნესია. თამიკო ჭოხონელიძე, ირმა სოხაძე. არც ერთი არ არის ჩემი კოლეგა. და არც ჩემი მეგობრები არ არიან ეგენი. ყველას პატივცემ როგორც კოლეგიალურად მართალია, მაგრამ მე არა ვარ მაგათი ეგენი კი რა, კაი, მე არა ვარ მათი კოლეგა, მე. თუ არის ხათუნა ჟორდანია ხაზზე? ხათუნა ჟორდანიაც უნდა შემოგვიერთდეს, ესე გავაგრძელოთ, მაცნობებენ, თუ არის ხათუნა ჟორდანია ხაზზე, დღეს სხვათა შორის ხათუნა ჟორდანიამაც გამოაქვეყნა პოსტი. ხათუნა საღამო მშვიდობისა, მადლობას გიხდით პირველ რიგში ჩართვისთვის. დღეს თქვენ გამოაქვეყნეთ პოსტი, ასე ვთქვათ, Facebook-ზე, თქვით, რომ არაპირებდით აი ამ განცხადების გავრცელებას, ვინაიდან არ მომხდარიყო თქვენზეც ბულინგი, ამას ერიდებოდით, თუმცა როცა ნახეთ, რომ თქვენს ქალიშვილზე ნინი ქარცელაძეზე წამოვიდა თავდასხმა, იძულებული გახდით, რომ გეპასუხებინათ იმ ადამიანებისთვის, ვინც ნინის აბულინგებს და ამ ადამიანებს თქვენ მკვლელი უწოდეთ. ჩვენ გვახსოვს წლების წინაც იყო ნინი ქარცელაძეზე ესე თავდასხმა და მაშინ როგორც თქვენ განაცხადეთ აი ამ პოსტში ძიმეთ დაავადდით. უფრო მეტი რა შეგიძლიათ ხათუნა რომ გითხრათ ღია ეთერში? მოგესალმებით, მივესალმები ყველას. წარმოუდგენელია ის კასკადი შეურაცხყოფების, რაც მოდის ჩემი ოჯახის მისამართით. აი წარმოუდგენელია ამის მოთმენა, ამის გაძლება. მე ჩემ პოსტში ვთქვი კიდევაც, ყველა ის ადამიანი, ვინც აი ასე ბოროტულად აბულინგებს, შეურაცხყოფას აყენებს ჩემ შვილს, ჩემ ქმარს, მე, ჩემ ოჯახს, ყველა ეს ადამიანი მე ვთვლი, რომ პოტენციური მკვლელია. თქვენ ხართ მკვლელები. ვისაც იმ ადამიანებს მიმართავ, ვისაც შეგიძლიათ, რომ აი ესეთი დაუნდობლები იყოთ სხვა აზრის ადამიანების მიმართ, თქვენ ხართ მკვლელები. იმიტომ რომ მე ჩემს სტატუსში ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. იგივე კორიანტელი იყო შეურაცხყოფების, როდესაც ჩემი ოჯახი ასევე იყო ჩართული ქალბატონი პრეზიდენტის არჩევნებში. სწორედ იმ პრეზიდენტის არჩევნებში, სწორედ ის ხალხი გვაყენებდა შეურაცხყოფას, რომელიც დღეს გვერდზე უდგანან ამ პრეზიდენტს და რომლებისთვისაც ეს პრეზიდენტი პირდაპირ ღმერთია. ასე რომ ხათუნა საზოგადოების ნაწილი, ვინც აპროტესტებს და ითხოვს ხელახალ არჩევნებს, ვინც ითხოვს ამ დაკავებული ადამიანების გამოშვებას, ისინი ამბობენ, რომ ეხლა სიმღერის დრო არ არის, რომ ქვეყანაში არის დაძაბული გარემო. თქვენ ამას არ იზიარებთ, ხათუნა? ვახო, იცი რა მაინტერესებს? მე რამდენადაც ისტორიიდან ვიცი, ქართველები საომრად სიმღერით მიდიოდნენ. და მაინტერესებს ახლა ადამიანები, რომლებიც რაღაცებს აპროტესტებენ, მათთვის თუ შეიძლება სიმღერაც და ცეკვაც სხვა ადამიანებისთვის, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, რატომ არის აკრძალული თავისი საქმის გაკეთება და რეგიონებში ზღვა ადამიანების და ბავშვების გულის გახარება. მე ერთ-ერთი ის ადამიანი ვარ, რომელსაც ნაძვის ხეც მიხარია და ახალი წელიც მიხარია. დიახ, მე გავიარე სიკვდილის ზღვარზე და ყველა დღის გათენება მიხარია. ნაძვის ხის
მორთვა მიხარია, ახალი წლის მოსვლა მიხარია, მიუხედავად იმისა, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, როგორი დაძაბულობა, როგორი მძიმეა სიტუაცია, როგორ წავეკიდეთ საზოგადოება ერთმანეთს, ეს წარმოუდგენელი რამე ხდება. ამდენი ზიზღი სად იყო, ან როგორ მალავდა ეს ხალხი ამდენ სიბოროტეს, ღვარძლს და ზიზღს ერთმანეთის მიმართ. სირცხვილი ყველა იმ ცნობილ ადამიანს, ყველა იმ ხელოვანს, რომელიც აღვივებს ამ კონფლიქტს, იმის მაგივრად, რომ აი ეს გამოჩენილი ადამიანები, ცნობილი ადამიანები, ყველასთვის საყვარელი ადამიანები იქითაც და აქითაც ცდილობდნენ, რომ რაღაცნაირად დაათბონ, დააწყნარონ სიტუაცია, ახალგაზრდები რაღაცნაირად ერთმანეთს შემოვარიგოთ. ამის მაგივრად ისეთ სამარცხვინო განცხადებებს აკეთებენ, რომ აი წარმოუდგენელია პირდაპირ რა. ხათუნა, აი რას ხედავთ გამოსავალს ხო? პირდაპირ მოწოდებები არის კონფლიქტის გაღვივების. წარმოგიდგენიათ, პირდაპირ მოწოდებებია ჯერ ეს ერთი, აი ეს ქალბატონი, ვინც წმინდანად ლამის ყავთ შერაცხული, ეხლა და ვისაც მიყვებიან უკან, პირდაპირ ეს ქალი არის პირველი იმ სიაში, ვინც აღვივებს ადამიანებს შორის კონფლიქტს. იმის მაგივრად, რომ ცოტა დააწყნაროს, ცოტა შემოარიგოს. მე მინდა გითხრათ, რომ იმ რუსთაველზე უამრავი ჩემი ძალიან საყვარელი ადამიანიც დგას. მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ უნდა გადავეკიდოთ საშვილიშვილოთ ერთმანეთს შეურაცხყოფები. ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას ერთმანეთის შეურაცხყოფის გარეშე. და იქეთ ამხარეთ და აქეთ ამხარეთ, ყოველ შემთხვევაში ჩემს ირგვლივ ასია. ძალიან დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთის აზრს. რა არის ეს 2x2 4-ია პირდაპირ. ორი აზრი არ არსებობს, ხათუნა, ასე ვისმენთ ხო ჩვენ? ორი აზრი არ არსებობს, ასეთ განცხადებებს ვისმენთ, რომ ერთი აზრი არისო ქვეყანაში, ხო? პრინციპში აი ნინო ქათამაძეც აცხადებს ამას, მომღერალი. ძალიან არასწორად აცხადებს ქალბატონი ნინო ქათამაძე. ძალიან არასწორად. იმის მაგივრად, რომ დედა არის და მოუწოდოს მისი შვილების ტოლ გოგო ბიჭებს, რომ ჰუმანურები ვიყოთ ერთმანეთის მიმართ, ვისწავლოთ ერთმანეთის აზრის გათვალისწინება, ამას ამბობს სირცხვილი ნინო ქათამაძეს. სამწუხაროდ ქალბატონ ნინოს ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ, რომ მიიღო გადაცემაში მონაწილეობა, თუმცა მე პირადადაც ვესაუბრე რამდენიმე ხნის წინაც და თქვა, რომ ის საზოგადოებრივ მაუწყებელთან არ აპირებს ინტერვიუს მიცემას. ორი აზრი კი არა, ადამიანები რო დასხდებიან, 10 აზრი შეიძლება რომ წარმოიშვას კამათის დროს. რას ნიშნავს, რომ ესე რა ქვია, ისინი ვართ მარიონეტები ვართ? ეხა გვითხრა ვიღაცამ, რომ ესე უნდა ვიფიქროთ და ესე ვიფიქრებთ? გასაგებია, მადლობა ხათუნა. რას ნიშნავს? აი რას ნიშნავს? მადლობა ხათუნა, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. მადლობა თქვენ, რომ მომიწვიეთ. მადლობა თქვენ, რომ მომიწვიეთ და მე მწამს, რომ არსებობს ჩემი საყვარელი ღმერთი, რომელიც გადაგვარჩენს. მადლობა ხათუნა ჟორდანიას და ეკა კვალიაშვილს თუ რამის დამატება უნდა და დაგემშვიდობებით. იცი, დავამატებ ერთ მომენტზე გამახსენდა ხათუნას საუბრიდან. თუ კი რუსთაველზე ხორუმის ცეკვა შეიძლება და ხორუმით შესვლა შეიძლება დაუშვათ პარლამენტთან, რატო ბავშვებისთვის სიმღერა ახალ წელს არ შეიძლება უბრალოდ ეს მაინტერესებს რა. ამაზე გამცეს ვინმე პასუხი. მეორე კიდევ იმას დავამატებ, რომ ერთი აზრი არსებობს, ეს არის სუფთა ფაშისტური მიდგომა სიტუაციებზე, რომ კომუნისტებს ქონდათ ეს, რომ რაღაც ისიც ფაშიზმის ერთ-ერთი განშტოება იყო ის კომუნიზმიც, სხვათა შორის მინდა გითხრა.
მიმღებლობა თუ არ არსებობს, რწმენა თუ არ არსებობს, იქ მაშინ სიყვარული არ არსებობს და არაფერი არ არის რა. მე როგორც ვხედავ, აი იმ სიტუაციაში ხარ, რაზეც ჩვენ საუბრობთ, სიყვარული არ არსებობს. მადლობა ეკა რომ მოხდით და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა ეკა კვალიაშვილს უსმენდით და მე კიდევ ერთხელ ბოდიში უნდა მოუხადო ჩვენს მაყურებელს ამ სტუდიაში მომხდარი ინციდენტის გამო და 4 შაბათამდე დაგემშვიდობოთ ნახვამდის.